მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინეს. წირვამ რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც. ტერაქტის შემდეგ დიმიტრი მედვედევმა სატრანსპორტო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა ლოცვა კოლომენსკისა და კრუტიცკის მიტროპოლიტმა იუვენალემ აღავლინა. წირვას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო, მათ შორის დაღუპულთა ოჯახებიც იყვნენ. პარაკლეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში ჯონ ბერლიც ესწრებოდა. ჩვენ ვიზიარებთ იმ ოჯახების ტკივილს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, უცხადებთ სოლიდარობას რუსეთის მოსახლეობასა და მთავრობას. მონსტრები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მსგავს ტერაქტებს ახორციელებენ, სათანადოდ უნდა დაისაჯოთ. მოქალაქეებს დომოდედოვოს აეროპორტში ყვავილები და სანთლები კვლავაც მიაქვთ. ნახე გვირგვინები, წერილები და სანთლები, რომლებიც გარდაცვლილთა პატევის მისაგებად დატოვეს. თავი თელ-ავივსა და იერუსალიმში მეგონა, სადაც ათასობით ტერაქტი განხორციელდა. ახლა იგივე მოსკოვში მოხდა, ძალიან აღშფოთებული ვარ. დომოდედოვოს აეროპორტში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ტერაქტის შემდეგ დიმიტრი მედვედევმა სატრანსპორტო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან გულგრილობის გამო სხვა ჩინოვნიკებიც გააკრიტიკა, რომლებიც პრეზიდენტის აზრით ეფექტურად ვერ მუშაობენ. მინისტრებთან გამართული შეხვედრისას დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო პოლიციის სისტემაში რეორგანიზაცია განხორციელდება. ყველა ჩინოვნიკს, რომელიც ტრანსპორტის სფეროში მუშაობს, პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ის, ვინც არ იმუშავა, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. მინდა განვაცხადო, რომ ბრძანების თანახმად, რომელიც გუშინ უშიშროების ფედერალურ სამსახურს გავეცი, ხელი მოვაწერე დეკრეტ ცენტრალური ოლქის სატრანსპორტო პოლიციის ხელმძღვანელ ანდრეი ალექსეევის გადადგომის შესახებ. გამოაფხიზლეთ სატრანსპორტო პოლიცია, თუ ადამიანები ვერ მიხვდებიან, როგორ უნდა იმუშაონ, ჩვენ მათ სხვებით შევცვლით. კონტროლი უნდა იყოს ყოველდღიური, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილ მიზანს ვერ მივაღწევთ. დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქება 24 იანვარს მოხდა ტერაქტს, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 168 კი დაიჭრა, აქედან 40 მძიმე მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის უცხოეთის 6 მოქალაქეა.